საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოკლული პოლიციელის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელს აღმართავს, უმკაცრესად დაისჯება. პრემიერ-მინისტრმა ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. 2012 წლის ამნისტიით გათავისუფლებულებს, რომელთაც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს, პრემიერი დაპირდა, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება. ბექა დაიღუპა კრიმინალთა ბრძოლაში და ის არის ჩვენი ქვეყნის გმირი, მე ასე ვიტყოდი. მე აქვე მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, რომ ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, თუ ამნისტიის შედეგად გამოვიდნენ და მათ ეს ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთ ჰუმანური ნაბიჯი, მე მათ პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათ მისამართით.